მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის სტრასბურგის დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. სტრასბურგის გადაწყვეტილების თემაზე დღეს ჩვენ არ მოგვისმენია, თქვა პრემიერის განცხადება. როგორ ფიქრობთ, რატომ არ იაქტიურა ხელისუფლებამ ამ თემაზე კომენტირებისას, ეს რას ნიშნავს? პრემიერი დღეს საქართველოში არ არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტით არის, მაგრამ აი რა გადაწყვეტილებაზე ვლაპარაკობთ, რომელზე უბრალოდ თორია, ხო? და ორივეზე შემიძლია ვისაუბრო ხელისუფლების სახელით ვლაპარაკობ. რა საკომენტარო რა არის? ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით რეალობა არის შემდეგი. დიდმა პალატამ მოისმინა. მაგრამ ვანო მერაბიშვილს სხვა შერს არ დავისვენს კითხვა, მე უფრო რუსთავი ორი ბიბლიის რუსთავთან დაკავშირებით საქმე არის მარტივად. განხილვაში მიიღო სასამართლომ საქმე. სრულიად ბუნებრივია, განხილვაში მიიღო, მაგრამ რადგანაც აქ საქმე ეხება ისეთ თემას, რომ დღეს თუ სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაესის და მანამდე კიდევ ორი ინსტანციის აღსრულებაში მიექცევა და ეს წაერთმევა დღევანდელ მფლობელებს თუ აღარც არიან მფლობელები ისინი ნახევრად არიან ხო და გადაეცემა სხვას და აქ რაღაცა შეიცვლება წონასწორობა შეიძლება ხვალ როცა სასამართლო სტრასბურგი განხილვას დაამთავრებს ამის აღდგენა იყოს უფრო ძნელი ამიტომაც თქვა რომ ამ შეიძლება გააჩერეთ რამდენიმე თვე გაგრძელდება თუ წელიწადი გაგრძელდება თუ მეტი გაგრძელდება თუ ნაკლები გაგრძელდება მოითმინოთ განვიხილოთ და მე აღასრულეთ ძალიან მარტივად არის საქმე ძალიან მარტივად მოგვიყევით ახლა თქვენის ამბავი სხვა შეგიძლიათ სხვანაირად მომიყვე თავდავალებოთ ახლა იმ ზეიმებს და შუხუნების გაშვებებს რა ადამიანურად დავალავთ ადამიანურად სწორედ ის შუხუნების გაშვება ალბათ უფრო გასაგები იყო იმიტომ რომ კონკრეტულმა ჟურნალისტებმა და მენეჯმენტმა მიიჩნია რომ მათ ამ პროცესში დრო ხანგრძლივეს სუმცირე ხომ? სუმცირე ამ ბრძოლის პროცესში და ქიმოთალოში ვერ შევიდა დრო გაუჩიანურდა და ვისაც ის აძლევს თავის 50% იმათ ხო რა მე შეიძლება სასასრულმა თქვას რომ საერთოდ დაირღვა რაღაც უფლება ხო რომელიმე ან საკუთრების ან რა ქვია იმისი სამართლიანი სასამართლოს რაღაცა და ეს არაფერი ძალიან დიდი რამე თქვათ ხალვაშისთვის დათოდვალისთვის იმ ადამიანებისთვის ვინც ელოდებიან ქონების დაბრუნებას როგორც იწოდებენ რომელმაც ეს მიიღო სტრასბურგისგან პასუხად რომ მათი მიღებული გადაწყვეტილება ეჭვის ქვეშ დადგა უკვე სტრასბურგის სასამართლოში არის განხილვაში ყოველწლიურად ათასობით საქმე და უმრავლეს საქმე ხან არის გამომართლებელი ხან არის გამომტუნებელი ნებისმიერ ქვეყანაში ეს ჩვეულებრივი პროცესია მე ერთი რამე შემიძლია გითხრათ ძალიან მარტივად საქართველოსდან სტრასბურგის სასამართლოში წელიწადში შედიოდა დაახლოებით 400 საქმე 400-მდე. ნუ გამონაკლისი იყო 2008-2009 წლებში, როცა დაახლოებით 2000 საქმე შედიოდა წლებში და ამ 2000-დან 1600 იყო ეს რუსეთთან დაკავშირებული და დანარჩენი იგივე. ეს საქმეები ეხებოდა კანონო მკვლელობებს, ადამიანების გაუჩინაურებებს, ეს ეხებოდა საკუთრების წართმევებს, ეს ეხებოდა სიტყვის თავისუფლებასაც მათ შორის. ხო და ამ ყველაფერზე რითი თქმა უნდა ეს წამებებს არ მკურნალობას ციხეში, რუსეთისთვის გადაცემას და ეს ერთმანეთი საპირწონე რატომ არის ბატონო? გიხსნით რატო არის? და დღეს და ამ 400 საქმის ანაცვლოდ შარშან შევიდა 74 საქმე, შარშან წინ 80, ანუ სრულიად სხვა ვითარება გვაქვს. და ეს საქმეები, რომლებიც დღეს შედის, არც ერთი არ არის იმ სიმძიმის. დღეს არის სრულიად სხვა ტიპის საქმეები. მაგალითად, სიტყვაზე საკუთრებასთან დაკავშირებით დავები როცა შედის დღეს სტრასბურგში ის კი არ არის როგორც ადრე სახელმწიფო წაართვა საკუთრება, არამედ სახელმწიფო საჭიროებისათვის ვიღაცას წაართვა მიწა კომპენსაცია არ დააკმაყოფილა. ანუ უფრო პროცესუალური საკითხები. გაუმჯობესებას უსვამთ ხას სიტუაციას. დღეს ჩვენ ვდგავართ დაახლოებით ნორვეგიის დონეზე. გაცილებით ნაკლები საჩივარი შედის, ვიდრე მაგალითად იგივე ჩვენი მეგობარი ბალტიისპირეთის სახელმწიფოებიდან ან ჩვენივე დონის ნებისმიერი ევროპული სახელმწიფო. ეს არის გაუმჯობესება. სტატისტიკით ამბობთ რომ ნორვეგიის დონეზე ვართ ხო? არა სხვა რამეს არ ადარებთ ახლა ჩვენ. ხარამეთი ნორვეგიას ვერ ედრებავს უბრალოდ წამყვანი სახელმწიფოების ცხოვრების დონეს გულისხმობდა. თუ ეხლა ბრეივიკი რა პირობებშიც არის ციხეში, იმაზე უკეთესად არის ჩვენი პატიმრები თუ შევადარებთ წინა პერიოდში როგორ მოკლედ აი რაც თქვა სტრასბურგმა ჩვენ აღნიშნეთ კიდევაც აქ რომ ჩვენ არ ვიცით ჯერ როგორი იქნება განაჩენი, იმიტომ რომ საქმის წარმოებაში მიღება დადასტურდა გუშინ მხოლოდ და დაჩქარებული წესით იმავე დღეს მოხდა ამუხლებით იქნება საქმე განხილული. თუმცა აი ის რომ სტრასბურგმა მიიღო წარმოებაში ეს ნიშნავს თუ არა თქვენთვის აი თვითკრიტიკულები რომ იყო სხვა შორის თქვენს წინ არ ვიცი უსმენდით თუ არა გიგი უგულავა იყო აქ და სადა მან თვითკრიტიკულობა საკუთარი თავრობაში ყოფნის პერიოდის ესე იგი რაღაცა კონკრეტული დეტალები გაიხსენა. მე მაინტერესებს თქვენ თუ შეგიძლიათ იყო თუ უკვე თვითკრიტიკული თავრობაში ყოფნის დროს და თქვათ რომ ეს იყო სასამართლო რეფორმის თუ არა მარცხის უმცირე ჩავარდნა.
აბსოლუტურად ვერ დავეთანხმები ამას და ამას არანაირი კავშირი არ აქვს თვითკრიტიკულობასთან. სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, ხა სახელმწიფოს შეეძლო ჩარევა რაში, რომ ქიბარ ხალვაში რაც გაუკეთა წინა ხელისუფლებამ დაახლოებით იგივე გაგვეკეთებინა და აგვეკრძალა სასამართლოში შეტანა, აი რა უნდა გაგვეკეთებინა. ეხლა, როდესაც თემა ეხება მედიის საკუთრებას, რომელიც პოლიტიკასთან მჭიდროდ არის გადაჭაჭული ყოველთვის, ხადია გარკვეული ეჭვები ყოველთვის ჩნდება, ამის გარეშე არ არსებობს. იყო თუ არა თქვა იგივე საკონსტიტუციო სასამართლოზე ლაპარაკობდა, ხო? თქვენი წინასწარმეტყველები უსმენთ ხადა და ყურადღებით პასუხი გაგცემთ. კითხვაზე ხო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები იყო თუ არა პოლიტიკურად მოტივირებული, როდესაც იგივე გიგი უგულავა საქმეზე ან რუსთავის საქმესთან დაკავშირებით იღებდა აი ძალიან ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, აი რა ორ დღეში რაღაცებს. მე მაგალითად გადავხედე ჩემს ძველ მოხსენებებს, რა დამჭირდა სრულიად სხვა საქმეზე, ხა სტუდენტებთან ლექციებს კითხულობდი და თქვა საკუთრების წართმევის საქმეებზე ზუსტად იმ მუხლზე მაქვს მითითებული, რომ აი ამ სამოქალაქო კოდექსის 54 მუხლიდან გამომდინარე ბათილად უნდა იქცეს ის ხელშეკრულება, რომელიც იძულებით არის დადებული, რომლის გაუქმებასაც დღეს რუსთავი ითხოვდა საკონსტიტუციო სასამართლოში. იყო თუ არა ეს დაჩქარებული ისეთი პოლიტიკური პროცესის შემადგენელი ნაწილი. ეხლა პოლიტიკურად რო ვთქვათ, რომ ყველაფერი გამიჯნული 100% თქვათ იგივე თუნდაც პაპუაშვილის გადაწყვეტილებები, ხა ძნელი იქნება ამის თქმა, მაგრამ აღარ დავიწყებ ახლა არც სასამართლოს, არც ქებას, არც დიდებას, არც კრიტიკას. არის ისეთი როგორიც არის. იმისთვის არის სტრასბურგი, იმისთვის ვაღიარეთ, რომ ქვეყნის გარეთ გაგვაქვს რაღაცა ფუნქციები, რაღაცა ლეგიტიმაციის დონეს ვაძლევთ საერთაშორისო სასამართლოს, რომ დაველოდოთ მის განაჩენს გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება სავალდებულო არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ პრეცედენტი იქნება ყველასთვის, ინგლისისთვისაც, ესპანეთისთვისაც, მალტისთვისაც და ყველასთვის. ეს არის საერთაშორისო აი თქვენ როდესაც თქვით, რომ ეს ნორმალური პროცესია, აი გამოყვებით ამ ლოგიკაში, თუმცა აი პარალელურად მინდა რამდენიმე თემა ამოვწიო რუსთავის საქმესთან დაკავშირებული მოსამართლეები, რომელთა მიმართაც გაჩნდა შეკითხვები. სამი მოსამართლე, ერთი გვარად ურთმელიძე, მეორე გვარად გუჯაბიძე, მესამე გვარად ნაზღაიძე. ხომ სამივესთან არის კითხვები. ერთი ამბობს, რომ დედა არ არის ოჯახის წევრი, იცით თქვენის ისტორია, რომელიც იყო საქმე აღძრული, ერთი ამბობს, რომ ერთს ჰქონდა ხარვეზი მასთან დაკავშირებული, რომ ოჯახის წევრისგან, იგივე დედისგან ჰქონდა ბინანაქირავები და არის ეჭვი, რომ მას ვთქვათ, ამის გამო შეიძლებოდა რაიმე ლოიალობა გამოეჩინა ხელისუფლების თხოვნების მიმართ და ასევე ნაზღაიძის თემა უკვე ძალიან ცნობილი 1 მილიონი ღირებულების მიწა, რომელიც მას გადაეცა, როგორც დაზარალებულს თბილისში მომხდარი აი ამ წყალდიდობის დროს. მე მაინტერესებს ეს სამი მოსამართლე, რომელმაც სხვა შორის რუსთავერმა თავად გამოიწია მათი ეს კონკრეტული საქმეები და გააშუქა, თქვენში აღძრავს თუ არა იგივე კითხვებს და ეჭვებს, თუ აი აქ ყველაფერი ნათელია თქვენთვის. მე არ ვილაპარაკებ ამ მოსამართლეებზე, ყოველ შემთხვევაში ნაზღაიძესთან დაკავშირებით ისე დავინტერესდი რა ხდება ბოლო-ბოლო თქვა და მართლა ყველაფერი ნათელია, მაგრამ ამაზე მერია უამრავი ვინმე ვილაპარაკა, არ ვილაპარაკებ. 9 მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, ზოგი ჩვენამდე იყო არჩეული, ზოგი ჩვენს პერიოდში წარდგენილი პრეზიდენტის მიერ თუ სხვების მიერ, ეს არ არიან პოლიტიკური მოსამართლეები, ესენი არ არიან პარტიის წევრები და ასე შემდეგ. რა ერთს არ დაებადა ეჭვი, ჯერ აკრიტიკებდნენ ამ 9 მოსამართლეს, რომ რატო დროზე არ იკრიბებით, მე რატო მიიღეთ ნაჩქარევად გადაწყვეტილება. მე ერთი შემიძლია თქვა, განზე როგორც წესი ყოველთვის მიდის ლაპარაკი იმაზე, გადაწყვეტილებაში რა წერია ის კი არა. აი იქ მიწის საკითხი როგორ არიან დედის საკითხი, დედა არის თუ არა ნათესავი თუ ოჯახის წევრი. მე ისევ და ისევ სრულიად სხვა მიზნით თავის როზე კი მქონდა წაკითხული, მაგრამ როგორც პოლიტიკოს, მაგრამ ლექციებს კითხულობდა და ამ სტუდენტებს ჯერ ვთხოვე რომ დაწერეთ რა იცით ამის შესახებ და მე დავჯექითავთ სადაც სასამართლოს გადაწყვეტილება წაგვეკითხა და გაგვერჩია და იმ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე არავინ არ რჩიოლობს. ეგ სასამართლოს გადაწყვეტილებაში ქიბარ ხაბარს ვარს აქვს 1-7 მოთხოვნა დაყენებული თუ 9 მოთხოვნა, საიდანაც უმრავლესობა სასამართლომ არ დაუკმაყოფილა, მათ შორის რომ 18 მილიონს ითხოვდა ასე შემდეგ და ასე შემდეგ იმ წილებთან დაკავშირებით სასამართლო წერს რომ ხო, სასამართლო წერს მარტივ რამეს, რომ ამან წარმოადგინა, რომ მიღებული მაქვს $260,000, ან 400,000 ლარი და წარმოდგენილი აქვს ასევე იმის, რა ქვია, ექსპერტიზის დასკვნა, რომ ეს ხდება 4 მილიონი თუ რაღაცა. ლექციის ამბავს გიყვებით გუშინდელს. ხო და
არ არის ადეკვატური, ხო? შესაბამისად ეს ჩაითვალა როგორც არასწორი გარიგება. აი ამაზე კი ბატონო ვიღაცა შევიდეს, ვისაც აინტერესებს, ამაზე იმსჩილო. ეხლა ნაზღაიძის ძმაზე რა უნდა ვიმსჩილო? მე აქ პირდაპირ ეთერში თქვენთან, აი რა უნდა ვიმსჩილობას არ თქო პრინციპში. ან მე 9 მოსამართლეც ნაზღაიძია, კაცო, ყველა ერთად 9-ვე? დიახ. გასაგებია თქვენი არგუმენტი, თუმცა ეს კითხვის ნიშნები მე მხოლოდ ის ვიკითხე, თქვენ გაქვთ თუ არა ამ კონკრეტული მოსამართლეების მიმართ, რომლებიც შეიძლებოდა რუსთავი ორისვე რეპორტაჟების მტკიცებით ყოფილიყვნენ დაინტერესებული მხარეები ან შეზღუდულნი თავისუფალი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. არა მაქვს მათ მიმართ არანაირი ეჭვი, თუმცა მე 100% დარწმუნებული ვარ ერთ რამეში და შემიძლია გითხრათ, ვინც დაიჯერებს, ვინც არ დაიჯერებს, რა ვქოთ, ხელისუფლება ამ პროცესში არ ჩარეულა. ხელისუფლება დღეს უკვე არის საქართველოს მთავრობა, საქართველოს სახელმწიფო მხარე, სადაც საქართველოს მთავრობის კი არა სახელმწიფოს პოზიციას წარადგენს იუსტიციის სამინისტრო. დღეს უკვე სტრასბურგში. აქამდე ეს ჩარევა არ ყოფილა და თუ იქნებოდა ჩარევა, გამოჩნდება შორს არ არის. თქვენ ამბობთ, რომ პრობლემა არ არის, ეს არ არის სასამართლო რეფორმის ჩავარდნაზე მეტყველი ფაქტი და შესაბამისად მე კითხვა მქონდა ასეთი, უნდა აიღოს თუ არა ვინმე პასუხისმგებლობა იმაზე, რაც მოხდა თქო. გამოდის რომ პასუხისმგებლობას აღება არავის მოუწევს, მათ შორის არც იუსტიციის მინისტრს ვთქვათ, რომელიც ამ პროცესზე იყო პასუხისმგებელი. სასამართლოს რეფორმის ჩავარდნაზე კი არა, ზოგადად სასამართლო სისტემის კრახზე მეტყოლებს ერთი რამე. როდესაც ქვეყნიდან მიდიოდა 4-ჯერ მეტი, 5-ჯერ მეტი საჩივარი სტრასბურგში ვიდრე მიდის ბოლო 4 წლის განმავლობაში. სასამართლო სისტემის კრახზე და არარსებობაზე მეტყოლებს, როდესაც წლის განმავლობაში განხილული 18,000 სისხლის სამართლის საქმიდან ერთი არის მარტო გამართლებელი, ანუ 0.001/1000. მაშინ როცა დღეს მოგეხსენებათ, რომ სრულიად სხვა ვითარებაა და დაახლოებით 100 საქმიდან 5 გამომართლებელი მაინც დგება და ამ 5-ში არ შედის, თქვათ, ის მორიგებით რო დასრულდა და ასე შემდეგ. ასე რომ აი ეს არის რეალური სასამართლო დღეს, როდესაც ვაგებთ ქვეყნის შიგნით ისეთ საქმეებს, რომლებიც შეიძლება ხელისუფლებისთვის ძალიან გრძნობიარე და კივნეული იყოს, როდესაც თქვათ საქმე ეხება რაღაც სერიოზულს, რომელიც ჩვენი აზრით არის სერიოზული და მოსვაგებთ ჩვეულებრივად ეს არის ჩვეულებრივი პროცესი. მაგალითად იმიტომ რომ ითვლება რომ რატომ სვა ამ კითხვას ითვლება რომ თავარ პოლიტიკურ საქმეებში თქვათ როგორიც გადის რუსთავი ორი თქვენი ოპონენტებისთვისაც და თავად ამ გუნდისთვისაც სასამართლო იჩენს ხოლმე რაღაცნაირად მიკერძოებას. თავარი რაც თქვენ განსაკუთრებით გაინტერესებს. შეუძლებელია ამის მტკიცება და ისევ და ისევ ყოველთვის არის ლაპარაკი არა იმაზე რა გადაწყვეტილება გადმოიტანა ურთმელიძემ და რა წერია მის გადაწყვეტილებაში, არამედ იმაზე ურთმელიძის დედა არის თუ არა ურთმელიძის ნათესავი. შესაბამისად ურთმელიძე შეიძლებოდა ყოფილიყო თუ არა დაინტერესებული და შეზღუდული თავისუფალ გადაწყვეტილებაში, თორე დედა არაფერ შუაშია შეიძლება ამ პროცესში. წავიკითხოთ ის გადაწყვეტილება და შევიქმნათ აზრი. თქვენ გაქვთ საკითხული? კი, სხვათა შორის მაქვს საკითხული. ნაწილი დაკმაყოფილდა, ნაწილი არ დაკმაყოფილდა. რაც დაკმაყოფილდა იმაში, ანუ რაც არის თავარი თქვენი. რაც დაკმაყოფილდა მთავარი რაც არის საკუთრების თემა. იმ გადაწყვეტილებაზე მე ვერ დავინახე ეჭვის საფუძველი და ისევ და ისევ განვიხილავდი სტუდენტებთან ერთად ესე პუნქტ-პუნქტად. ერთ რამეს გეტყვით, აი რამდენიმე დღის წინ სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ქუთაისის სასამართლომ თქვა რომ ნორა კვიციანთან დაკავშირებით ყველაფერი იყო გაყალბებული, მტკიცებულებები, ადამიანი იყო მძევალი, მაშინ მე გამოვიყენე რომ პოლიტიკური მძევალია თქო პირველმა ეს ტერმინი მე დავნერგე ნორა კვიციანთან დაკავშირებით სახელმწიფო იყო, დღეს სასამართლომ დაადასტურა რომ ეს არის მძევალი. აი ეს იყო სასამართლოს არარსებობა. აი ეს იყო პოლიტიკური დევნა, შანტაჟი საკუთარი მოქალაქეებს. აი ამაზე ვლაპარაკობთ. აი ეს აღარ განმეორდება აღარასდროს და ეხა სხვა რა გითხრათ ეხა დანარჩენი სტრასბურგი იმიტოა სტრასბურგი რომ განიხილავს და სიტყვაზე დავუშვათ. დაადგინა დარღვევა, დარჩა ყარამანაშვილებს ტელევიზია. ცხოვრობდით ამ რეალობაში, ვიცხოვრებთ ამ რეალობაში. დაადგინა რომ უნდა ეკუთვნოდეს ქიბარხალვაშს, მე მისცემს ვიღაცას წელს არ მიზა საერთოდ ჩვენი რა საქმეა. თქვენ ამბობთ რომ ამაში თქვენ არაფერ შუაში ხართ, თუმცა არ ვიცი რამდენად ჯერა ეხა ჩვენი აუდიტორიის სრულ შემადგენლობას. ვიღაცას ჯერა, ვიღაცას არ ჯერა და ამ შემთხვევაში ძალიან არის პოლიტიზირებული საზოგადოებაც და ვიღაცა მაგინებს, ვიღაცა ამბობს რომ მართალი ვარ, ვიღაცა ამბობს რომ მაგინებს კიდე მეორე მხრიდან რომ აქამდე სული რატო არ ამოხადეთ ამ ნაციონალებს კიდე რომ ლაპარაკობ. ეგეთი პოლარიზებული ვარ, სამწუხაროა და ამიტომაც საკმა აი ამ იმიდან უნდა გამოვიდეთ ამ დაპირისპირების ველიდან რა. კარგია რომ ჩემი თქვენი წინასწარმარე ემიჯნება საკუთარ წარსულს, მაგრამ არ მგონია საკმარისი იყოს პოლიტიკური მომავლის გასაგრძელებლად, იმიტომ რომ იმ ამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, რომ ნუ ვახსენებთ იმ 9 წარსულს, იმას ჯერ შეფასება ბოლომდე არ მისცემე, აი ნორა კვიციანის საქმე არის ამისი
მაგალითი და ხშირად რომ ამბობენ რომ რატო ქიბარის საქმე და რატო სხვა საქმეები არის აი ნორაკუციანი საქმე ბევრად უფრო რეზონანსული საქმე სინამდვილეში რა უკანონო პატიმრობით უამრავი საკუთრებები რომლებიც ყოველდღიურად მიდის ვითომ არაფერი რა უბრუნდება ვიღაცას მანქანა ვიღაცას უზარმაზარი მიწა ვიღაცას რაღაც ნუ ტელევიზია ყოველთვის მეტად ხმაურიანი თემა მოგვეხსენება. გასაგებია თქვენი პოზიცია. ფინალში მინდა გითხოთ თქვენს CND-ის საქმის თემა. რაღაცნაირად დღეს რომ შემოვიდა ეს თემა დღის 2 საათზე, ნაცვლად იმისა რომ ჩვენ გაგვეგო, თქვათ, მეც მქონდა მოლოდინი და თქვენ მითხარით რომ სულ ტყუილად და არაფერი მოხდა რა განსაკუთრებული კომენტარი, თქვათ, რუსთავიორის თემაზე, სტრასბურგთან დაკავშირებული, ჩვენ მივიღეთ CND-ის საქმეზე კომენტარი და უფრო მეტი ინფორმაცია, თქვათ, ფარული ჩანაწერების მტკიცებულებების სახით პროკურატურისგან. ეს იყო გადაფარვის მცდელობა რუსთავიორის საქმის აი ყველაფერი შეიძლება რაღაცამ დავარქვათ და მე ვერასდროს ვერ იტყვი რომ ეს ასე არ იყო, იმიტომ რომ ნუ გეუბნება რომ გადაფარვის ცდილობა იყო. რა უნდა ვთქვა, აი როგორ უნდა ვთქვა რომ ეგ არის ის. არა დღეს რატომ იყო ეს აქტუალური ძალიან? რა იყო ახალი? დღეს რა ითქვა ახალი? ორი თვე ეს აქტუალურია, ორი თვე საკითხით გადა დღეს გადაწყვიტა პროკურატურამ რომ დადგა ის თვე როცა მტკიცებულებების რაღაც ნაწილი უნდა გამოაქვეყნოს. ეხლა ვიღაცას მოეჩვენება რომ ეს მყარი მტკიცებულებებია ვიღაცას არ მოეჩვენება. მე შემიძლია გითხრათ ამ შემთხვევაში ვარ რამდენიმე მოქალაქისთან ერთად არც უცოდი რა თემა იყო უყურებდი და მათი რეაქციებიდან დავინახე რომ კიდე ვიღაცას ეჭვი დარჩება ეს არის მტკიცებულებების მხოლოდ მცირე ნაწილი, ხო, როგორც პროკურატურამ თქვა. უმრავლესობა არის კიდევ ალბათ სასამართლოზე გამოქვეყნდება ან გზადაგზა გავიგე. კითხვის ნიშნები ყოველთვის იქნება სანამ სასამართლო გადაწყვეტილება არ იქნება. CND ვისგან შეიძინა კონკრეტულმა ადამიანმა და საიდან გაჩნდა მის ჩანთაში. ეს თემა დღეს პროკურატურამ ვერ გახსნა. გამაჯერებლად. თემებია და გამოჩნდება ერთი ჩანთა გახსნა ეხლა ვიღაცა არ დაიჯირებს აქაც და რა ვქნათ ეხლა ვინც არ დაიჯირებს და საათი იყო ის ჩანთა უყურადღებოდ და პროკურატურა ამბობს უყურადღებოდეს ამას ამბობს ადვოკატი კაცო ჩვენ ხო არ ვიცით თქვენ იცით მე ვიცი არ ვიცი საათი ვერ მივიდა როგორც პროკურატურამ ვერ გახსნეს კოდი არა ეს არ უთქვია კოდის გახსნა რა უნდა გატეხავ ეხლა ჩანთის გატეხვას რა უნდა თქვენს რომ ეჩვენებიათ რამდენად სამართლებრივ ჩარჩოში იყო არავის არ უცდია მისი არც გახსნა დაილუკა მოიყვანეს ადვოკატი მოიყვანეს ადამიანი იმ ადამიანმა თვითონ გახსნა ანუ 7 სამართლებრივად სწორ გარემოში წარიმართა პროცესი ამის თქმა უნდა და არა ის რომ პროკურატურა კოდს კი არა ისა სახელმწიფო კოდს კი არა იმას გახსნის თუ საჭიროა რა თუ დაჰამონის აკლდამა გაიხსნა თავის მოკლედ თქვენ ამბობთ რომ ამ თემაზეც არ გაქვთ კითხვის ნიშნები მოკლედ კითხვები არ გაქვთ არც რუსთავიორის თემაზე სასამართლოსთან დაკავშირებით და არც პროკურატურის თემაზე CND-ის საქმესთან დაკავშირებით სამართლის საქმეზე ეს სისხლის სამართლის საქმეზე საკმარისი მტკიცებულებები რომ არის ადამიანისთვის ბრალის წასაყენებლად ამაზე თანხდება ყველა მოწინააღმდეგეც მომხრეც მე არც ერთში არ შევდივარ და არც მარიაში ხო დანარჩენ სასამართლო აჩვენებს პროკურატურა დამაჯერებლად მიდის ამ სასამართლო პროცესში სასამართლოზე ისევ და ისევ იქიდან გამომდინარე რომ ვენდობით ჩვენ სასამართლოს და დღეს გვაქვს რეალურად სასამართლო დღეს არ არის სიტუაცია როცა 18000 სიკვდილის სამართლის საქმეზე ერთი გამომართლებელი განჩენდებოდა გამოჩნდება რა მტკიცებულებები არსებობს პროკურატურამ ისიც თქვა რომ ჯერ ძიება მხოლოდ რაღაც ეტაპამდეა, ხო? იყო ერთ ადამიანზე, ვის კვლევობაზე თუ სხვაზე თუ პირთა ჯგუფზე და ვინ დგას, როცა დეკანოზე ლაპარაკობს ბრალობით პირში ვინ დგას მის ზურგზე, ეს ყველაფერი ჯერ კითხვებია, რომლებზეც დღეს ვერ გაეცემა პასუხი ალბათ. შეიძლება პროკურატურას აქვს კიდევაც პასუხები და ესეც არ ვიცით, ხო? იმ ადვოკატებს მათ აქვს სრული უფლება დღევანდელი საპროცესო კანონმდებლობით ჩაატარონ ალტერნატიული გამოძიება, ალტერნატიული ექსპერტიზა, ყველაფერი გააკეთონ. მოკლედ ყველაფერი იგზია. ჩვენ ტყუილავ ფორი აქვთ, როგორც სტრასბურგის თემაზე, ასე და CND-ის თემაზე. ამ ყველაფერში რა არის რიგზე და მე მზად ვარ ბოდიში მოვიხადო საერთოდ. მე ამისთვის არ ვარ აქ, მე მხოლოდ კითხვებსო, მე ფინალური შემაჯამებელი კომენტარიც თქვენგან მივიღე ის უბრალოდ შევაჯამე რომ ყველაფერი რიგზეა. თქვენ ასე ამბობთ. ყველაფერი რიგზე არასდროს ამორ საქმეში ყოველ შემთხვევაში რუსთავიორის მიმართულებით საქმეში და კითხვები ამიტოა კარგი, თავისუფალი მედია, ამიტოა კარგი შეჯიბრებითობა სასამართლოში, ამიტოა კარგი ეს განხილვები, ყველაფერი რომ ყველაფერს თავის სახელი დაერქმევა და საზოგადოებასაც ეკნება ნდობა. ცუდი ერთადერთი ის რომ ზოგადად უკვე არ ვიცი ერთი მე მგონი 20 თუ 30 წელია ვცხოვრობთ ამ პოლარიზებულ სამყაროში, რომელიც ერთხელ დამთავრდა რუსთაველზე ტანკების კრუხონით, სხვა დროს იმედი ამას აღარ გავიმეორებ. მივდივართ ევროპისკენ და ნაბიჯ უახლოვდებით. მივიღეთ ახლა ვიზა ლიბერალიზაცია, მივიღეთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება სტრასბურგში.
1/5 მიშედით მხოლოდ იმ სასამართლო რა ქვია საქმეების და საჩივრების რაც ნიშნავს რომ ევროპული ტიპის სახელმწიფო ყალიბდებით ნელ-ნელა და საბოლოო მიზანი არის რომ გავხდეთ იმ ოჯახის წევრი რომელსაც ევროპული სეზარ სუბარს მთავრობის წევრსა და დემოკრატთა განსახლების მინისტრს რომელიც პასუხობდა პოლიტმეტრის შეკითხვებს ჩვენ გადავდივართ შემდეგ ნაწილზე რეკლამაზე თუმცა მანამდე მინდა შეგახსენოთ რომ ჩვენი Facebook-ის გვერდზე როგორც ტელეპირველის ასევე ჩემი ნინო ჯიჯილაშვილის პირად გვერდზე უბრალოდ ოფიციალურ გვერდზე მიმდინარეობს ტრანსლაცია ლაივი აი ამ ჩვენი გადაცემის და თქვენ შეგიძლიათ გამოაქვეყნოთ კომენტარები რომელსაც შემდეგ ჩვენ ეკრანზე სხვებსაც გავუზიარებთ მადლობთ